კალაგურჯაანში ნავთისხევის წყალგამტარი სისტემის სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ზედაფენის ბეტონით გადახურვა მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ კონკრეტულ მონაკვეთზე დატბორვის საშიშროება აღარ იქნება. წყალგამტარი ნავთისხევიდან ჩამოსულ წყალს პრობლემების გარეშე გაატარებს და ქალაქს ზიანს აღარ მიაყენებს. კალაგურჯაანში ნავთისხევის ახალი კოლექტორის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის გარკვეულ ნაწილზე მიმდინარეობს ბეტონის დაგება, ხოლო გზის ცენტრალურ ნაწილზე ასფალტის საფარი მოეწყობა. ახალი კოლექტორი მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი 950,000 ლარით დაფინანსდა. სერიოზული დისკომფორტი იყო თვეების განმავლობაში. საკმაოდ სერიოზული. ანუ წყალი მოდიოდა და? რა თქმა უნდა, წყალიც მოდიოდა და ვერ გადახვიდოდი, ვერ გადმოხვიდოდი, ვერ გაჩერდებოდი. უსაფრთხოება იყო დარღვეული, აქ რო ტაქსელოდებოდი, აქ უბრალოდ ვერ მოერიდებოდი. აი ეგეთ ნავთისხევს ეძახიან. აიგი. აქედან რომ მოواردებოდა, ჩავიდოდა იქა და იქიდან მერე ფლიანი სანაპირო იყო დაფარული. ეხლა ამ პერიოდში კარგია. რასაც აკეთებენ.